ადვოკატი ეს არის თავისუფალი ადამიანი, ჩვენ თავად უნდა შევქმნათ სამართლიანი გარემო. უჩივლე იმდენად აბსტრაქტული სიტყვაა ჩემთვის. ვერანაირი კომპენსაცია დაკარგული სიცოცხლის სათანადო უზრუნველყოფას ვერ ახდენს. 21 საუკუნეში ქალს არ უნდა სჭირდებოდეს დამტკიცება, რომ ძლიერია. მაშინ ვამბობდი, რომ მე ამ ამბავს ასე არ დავტოვებ, მაგრამ ესეც დასრულდა იმითი, რომ არაფერი გავაკეთე. სახეზე იყო არა სიცოცხლის დაზღვევა, არამედ ბანკის საკრედიტო პორტფელის დაზღვევა სესხებლის გარდაცვალების რისკზე. ეს ცხოველები იმიტომ არიან გაბრაზებულები, იმიტომ არიან აგრესიულები, რომ ისევ ჩვენი ბრალია, ხო, თორე ასეთებად არ იბადებიან. თითეული დაცული მხარე, რომლის ინტერესები მე დამიცავს და გამარჯვებით გამოსულა, ეს ყოფილა მისთვის მეორე სიცოცხლის შანსი აბსოლუტურ უმრავლეს შემთხვევაში. მოგესალმებით. დღეს მაშინ, როდესაც სამართალი მართლაც სათლით არის საძებნელი და ყველანი სამართლიანობისთვის ვიბრძვით, სამართლის პროფესორი არის ჩვენი სტუმარი ნინო ლიპარტია, რომელიც ბევრ საინტერესო თემებზე გვესაუბრება, მათ შორის მის მიერ წარმოებულ დავებზე, რომლებიც იცავენ პაციენტის უფლებებს. დიახ, სამედიცინო დავები დღეს ძალიან მნიშვნელოვანია ამ თემაზე და არა მარტო ნინოსთან გადავდივარ. გამარჯობა ნინო. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა. ძალიან მშვენივრად თავად. თავს სამართლიან გარემოში გრძნობთ. ჩვენ უნდა შევქმნათ, ჩვენ თავად უნდა შევქმნათ სამართლიანი გარემო და თითეული ჩვენი ნაბიჯი ამ გარემოს უზრუნველსაყოფად უნდა იყოს განხორციელებული. ნინო, მესმის თქვენ ახლა ხართ პროფესორი, ხართ სპეციალისტი და უფრო მარტივად უყურებთ ამ ბრძოლას, მაგრამ მე რიგითი მოქალაქე როდესაც ვარ, აი, რამდენჯერმე მართლა დაუხრჩვი ვარ უსამართლობის გრძნობას და აი, მეგობრებს ურჩევიათ, რომ უჩივლე, ეს ყოველდღიურ ყოფაში შეიძლება მოგინდეს, რომ ვინმეს უჩივლო და მე არ მაქვს არანაირი ცოდნა, როგორ უნდა გავაკეთო ეს? უჩივლე იმდენად აბსტრაქტული სიტყვაა ჩემთვის. სად უნდა მივიდე, როგორ მივიდე, რა აზრი აქვს, რა თანხებთან არის ეს დაკავშირებული და საერთოდ მივაღწევ თუ არა სამართალს, ეს ხო ყველაზე მნიშვნელოვანია. შედეგობრივად, დიახ, ქალბატონო მაია, ყოველდღიურ ცხოვრებაში უფლებების დარღვევა სამწუხაროდ ჩვენს საზოგადოებაში ძალიან ხშირია. სწორედ ალბათ თქვენც ამ ასეთი არასამართლიანი მოქცევის მსხვერპლი გამხდარ ხართ ახლა თქვენი საუბრიდან გამომდინარე და ეს თქვენი მეგობრების რჩევა უჩივლე ხშირ შემთხვევაში არის მოგვეჩვენება ძალიან ზოგადად, თუმცა მე ჩემი პირადი და სუბიექტური მოსაზრება არის, რომ ეს უჩივლე, ანუ იბრძოლე საკუთარი უფლებისთვის ნიშნავს იმას, რომ თითეული ადამიანის ესეთი მოქმედება და ბრძოლა ყოველთვის შედეგის მომტანია. მეტნაკლებად ყოველთვის შედეგის მომტანია, ნინო. ალბათ აბსოლუტურ უმრავლეს შემთხვევაში. აი მე მოგიყვებით ერთ кейსს, მაგალითად, ეს ახალი დაწყებული იყო რუსების მიგრაცია საქართველოში და მოკლედ ვარაზის ხებში ბავშვი ამყავდა სადღაც და ცუდად ჩამიჭრა რუსულ ნომრიანმა მანქანამ და დაუსიგნალე. და ეტყობა იმდენად დიდი იყო გაღიზიანება ამ ფონზე, იმიტომ რომ ჩვენ ცუდად დავხვდით მათ შორის საქართველოს მოქალაქეებსაც, ეს მანქანა გამომეკიდა წითელზე გაჩერებულზე და მცირეწლოვანები მესხდნენ უკან გადმოხტა და დაუწყო ჩემს მანქანას ჯანჯღარი. და რა თქმა უნდა, წვანე აინთო და მე არ მივაქცია ყურადღება და წავედი, ახლა ვერ შევერკინებოდი 2 მეტრიანი ბრგე ადამიანი იყო და პირველი რაც გავაკეთე, ავედი ვერის პოლიციაში, ჩემმა შვილმა მოასწრო ფოტოების და ვიდეოს გადაღება და პოლიციაში დავასმინე, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ აი მახრჩობდა ეს რაღაცა ძალიან ნეგატიური ამბავი. რითი დასრულდა არაფრით. ამ შემთხვევაში საქმე ნახეთ, თქვენი ახლა ეს მონათხრობა ძალიან ბევრი კომპლექსური საკითხისაგან შედგება. პირველ რიგში უნდა გამოირკვეს, აი ამ ავტომანქანამ დაზიანება მიიღო ამ ჯეჯგურის შედეგად ეს ერთი. არა, მაგრამ მორალურად მე ბავშვები ძალიან დიდი სტრესი განვიცადეთ და მეორე კიდევ შეურაცხყოფაც იყო, ხო? და ამ კონკრეტულ შემთხვევაში პოლიციაში, როდესაც განცხადება დაწერეთ და შემდგომ პოლიციაში განცხადების შემდგომ რეაგირება მას თქვენი როგორც თქვენ ამბობთ არ მოხვა, თქვენი კონკრეტული ნაბიჯი განმეორებით მიმართვა რამეს ჰქონდა ადგილი? კი, პოსტი დავდე Facebook-ში, ვთქვი რომ ესე თქო დამიკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს პიარის წარმომადგენელი,
როგორ არ არას ბრძანებთ, კვლევაში არის საქმე და მორჩა. ხო, თუმცა ამ კონკრეტულ შემთხვევაში მე თქვენს ადგილზე ალბათ უფრო რელევანტურად ჩავთვლიდი ესეთ მოქმედებას, რომ კონკრეტული ან ადვოკატი მეყოლებოდა ან უფლებამოსილი პირი, რომელსაც ეჭირებოდა პულსზე ხელი და კონკრეტულად თვითონ ნაბიჯს, ანუ ქმედების განუხორციელებლობის შემთხვევაში კონკრეტულად სამართალმდაბცავ ორგანოებს მოსთხოვდა ქმედების განხორციელებას. რატომ? იმიტომ რომ რა თქმა უნდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალიან ბევრი საქმეა, ათასობით საქმეა დღეს გამოძიებაში და ბუნებრივია ისეთი საქმე, სადაც არ იყო ჯანმრთელობის დაზიანება, ან არ იყო ქონების დაზიანება, ნაკლებად ყურადღება მიქცევადი აღმოჩნდა სამინისტროს მიერ. ამიტომ თქვენი როგორც სამწუხაროა ნამდვილად, მაგრამ თქვენი როგორც მოქალაქის გულისხმიერების პრინციპიდან გამომდინარე შესაბამისი დოზით რომ მოთხოვნა განხორციელებული იყო, თუნდაც უფლებამოსილი წარმომადგენელს რამოდენიმე განცხადება დაეწერა ქმედების განხორციელება მოეთხოვა, ბუნებრივია ჩემი მოსაზრებით რეაგირება უფრო მაღალი იქნებოდა. ანუ ყოველთვის უნდა გვყავდეს ახლოს ადვოკატი. თუ ჩვენ გვინდა რომ ვიბრძოლოთ ჩვენი უფლებისათვის, ამას ჩვენზე მეტად მოქალაქეებზე უკეთ, რა თქმა უნდა, ხშირ შემთხვევაში აკეთებს ადვოკატი და ბუნებრივია ის სთხოვს შესაბამის უწყებას ქმედების განხორციელებას. გასაგებია. და იცით რა მაინტერესებს? კარგით, მე არ ვიცნობ არც ერთ ადვოკატს დაუშვოთ. ამ შემთხვევაში გამიმართლა რომ თქვენ გიცნობთ, სად უნდა მოგძებნოთ ადვოკატები, სად ხართ შეჯგუფულები? ადვოკატთა ასე კონკრეტული შეჯგუფება ჩვენს ქვეყანაში ასოციაციის სახით არის ჩამოყალიბებული, მოკლედ საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია, ეს არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც აერთიანებს ყველა იმ სუბიექტს, კანონის საფუძველზეა შექმნილი და კანონის საფუძველზე აერთიანებს ყველა იმ სუბიექტს, რომელსაც საქართველოში აქვს უფლებამოსილება განახორციელოს საადვოკატო საქმიანობა. ეხლა ეს რას გულისხმობს? ქალბატონო მაია, საქართველოში სამოქალაქო და სისხლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრულია, რომ კონკრეტული ქმედების განხორციელება, მაგალითად სამოქალაქო დავებში, სააპელაციო ინსტანციაში მხარის ინტერესს ვერ წარმოადგენს ჩვეულებრივი პირი, თუ ის არ არის ადვოკატთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული და არ აქვს მას საადვოკატო საქმიანობის განხორციელების ლიცენზია. თუმცა საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია ეს არის კანონის საფუძველზე დაფუძნებული და ყველა პირი, ვისაც საქართველოს ტერიტორიაზე სურს საადვოკატო საქმიანობის განხორციელება, ამ შემთხვევაში ვალდებულია ჯერ სათანადო გამოცდანი წესით გაიაროს გამოცდა, შემდგომ გაიაროს შესაბამისი ადაპტაციის კურსი და შემდგომ მუდმივ უწყლოდად ინარჩუნებდეს აღნიშნული ასოციაციის წევრობას. ხოლო რაც შეეხება უშუალოდ საადვოკატო საქმიანობის განხორციელება, საადვოკატო საქმიანობის განხორციელება შესაძლებელია როგორც სხვა პირებთან ერთად საადვოკატო ოფისის მეშვეობით, ასევე დამოუკიდებლად და ყველაზე ჩემი აზრით, ყველაზე დიდი ღირსება ამ პროფესიისა ეს არის, რომ ადვოკატი ეს არის თავისუფალი ადამიანი, როგორც არაჩვეულებრივ წიგნში ბატონ დავით ტურაშვილს აქვს განმარტებული, რომ თავისუფალი ადამიანი, ჩვენ თავისუფალი პროფესიის წარმომადგენლები ვართ და შესაბამისად ის რომ სიპი საჯარო სამართლის იურიდიული პირის საფუძველზე, კანონის საფუძველზე შექმნილი ასოციაცია ახორციელებს მენეჯმენტს, ეს არ წარმოადგენს, რომ ჩვენ იქ ვართ დაჯგუფებული და ყოველდღიურ საქმიანობას ასოციაციის ფარგლებში უზრუნველყოფ და ვახორციელებთ. ასოციაცია უბრალოდ მენეჯმენტს ახორციელებს, პროფესიაში შესვლას, უწყვეტ იურიდიულ განათებას და ბევრ სხვა ფუნქციას, მაგრამ დამოუკიდებელი და თავისუფალი ადამიანი, ანუ ადვოკატი, დამოუკიდებლად ახორციელებს საკუთარ უფლებამოსილებას. ნუ ბევრი ფილმები გვაქვს ნანახი ადვოკატების ბრძოლაზე, სასამართლო პროცესებზე. მე დავსწრები ვარ ერთ-ორ სასამართლო პროცესს და ხო ჩვენთან სხვა სიტუაცია ამ ხრივ, თუმცა ამოდით ამ თემას არ განვავრცობ. მაგრამ ერთის ძალიან დიდი ინტერესი ჩემი მხრიდან თქვენი პერსონის მიმართ გამოიწვია იმან, რომ ერთი პერიოდი კვალიფიცირდებოდით, არ ვიცი შეიძლება დღესაც განსაკუთრებულად იბრძოდით პაციენტების უფლებების დაცვისთვის და აწარმოებდით ამ ტიპის დავებს, ანუ დაზარალებულები სამედიცინო სექტორის მიერ. მიუხედავად იმისა, რომ მე ძალიან დიდ პატივს ვცემ მედიცინის მუშაკებს, მათ შორის ბევრი ცუდი გამოცდილებაც მაქვს, თქვენთვისაც მოყოლილი მაქვს ბიძა ჩემის, მამა ჩემის ძმა, საკმაოდ ახალგაზრდა ასაკში იმით გარდაიცვალა, რომ სასწრაფოს ექიმება ვერ გაარკვეს ფილტვების ანთება იყო თუ ინსულტი და მოათავსეს როგორც ინსულტიანი პაციენტი და ამასობაში 21 საუკუნეში ფილტვების ანთებით გარდაიცვალა ძალიან ჯანმრთელი სხვა მხრივ ადამიანი. მაშინ ვამბობდი, რომ მე ამ ამბავს ასე არ დავტოვებ, მაგრამ ესეც დასრულდა იმითი, რომ არაფერი გავაკეთე.
რა უნდა მექნა ამ დროს? ჩემი სამედიცინო სექტორთან ურთიერთობა, აი დავების სასამართლო, დავებისა და სამედიცინო სამართალთან უფრო მჭიდრო ურთიერთობა დაიწყო ჯერ კიდევ 2017-18 წლიდან, როდესაც მე გადავწყვიტე და პირველად საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის შევქმნი ესეთი სილაბუსი სამედიცინო სამართლის, რომელიც იყო მიმართული სამართლის სკოლის სტუდენტებისათვის, მომავალი იურისტებისათვის და რომელიც ჩემი მოსაზრებით იყო ინტერდისციპლინარული, რაც გულისხმობდა იმას, რომ იქ ისწავლებოდა ბიოეთიკის საკითხები, იქ ისწავლებოდა სამედიცინო შეცდომასთან დაკავშირებული, აი არასწორი დიაგნოსტიკა ახსენეთ უმნიშვნელოვანესი საკითხია და აქ არ იყო მხოლოდ სამედიცინო დელიქტიდან მიყენებული ზიანის ანაზღაურების საკითხი. აქ მოიცავს ისეთი მოცულია დღემდე ისეთი კომპლექსური საკითხი, მაგალითად როგორც ფეტუსის უფლება, ნაყოფის უფლება, ემბრიონის უფლება, აბორტის უფლება, დედის უფლება აბორტზე, ევთანაზია, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური საკითხია დღეს, სისხლის ტრანსფუსია და მისგან მიყენებული ზიანი, ამასთანავე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი ეს არის ტრანსპლანტაცია, ორგანოს ან ქსოვილის ტრანსპლანტაციის საკითხი და ეს იმდენად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, რომ დღეს თითქმის ყველა წამყვან უნივერსიტეტში ისწავლება და მე რამოდენიმე უნივერსიტეტში ვკითხულობ აღნიშნულ საგანს უწყობად 2018 წლიდან და ამას მოყვა ჩემი მოსაზრებით ცნობიერების ამაღლება, როგორც საზოგადოებაში, თუნდაც ისევ ამაში უდიდესი როლი აქვს მასმედიას, ასევე ცნობიერების ამაღლება და თავად სასამართლო პრაქტიკის გაძლიერება, რომელიც იმ დავებთან დაკავშირებით, რომელიც ეხება სამედიცინო სამართალს. დღეს ურთულესია სამედიცინო სამართალთან დაკავშირებული დავების განხილვა და თქვენ არასწორად აღნიშნეთ, რომ მე არაფერი გავაკეთე. შესაძლებელია იმ თქვენ ოჯახის წევრის кейსში ბევრი რამ გაგეკეთებინათ, მაგრამ აქაც ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება რამოდენიმე პროცესუალურ საკითხს, რომელიც აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ დღეს ურთულეს საკითხს წარმოადგენს. პირველი ეს არის სათანადო ექსპერტიზის საკითხი. ეხლა რატომ აქვს ამას მნიშვნელობა? იმიტომ რომ მოგიხსენებათ, რომ სამედიცინო სამართლის თითეული საკითხი მოითხოვს განსაკუთრებულ კომპეტენციას და განსაკუთრებულ ცოდნას. და ხშირ შემთხვევაში და აბსოლუტურ უმრავლეს შემთხვევაში არც ადვოკატი არ არის ამ ცოდნით აღჭურვილი და არც სასამართლო არ არის, არც ევალება რომ იყოს, იმიტომ რომ ეს სპეციალიზირებულ ცოდნას მოითხოვს. აქედან გამომდინარე, ქალბატონო მაია, როდესაც მივდივარ სასამართლოში და მიდის პაციენტი და ებრძვის დავაწარმოებს სამედიცინო სერვისის მიმწოდებელი, ანუ სერვის პროვაიდერის კლინიკის წინააღმდეგ, ამ შემთხვევაში ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება მტკიცების ტვირთის განაწილების საკითხს. რას გულისხმობს მტკიცების ტვირთის განაწილების საკითხი? სამედიცინო დავებში სასამართლომ უკვე წლების განმავლობაში ჩამოაყალიბა ესეთი სტანდარტი, რომ მოსარჩელემ, ანუ პაციენტის ოჯახი, ან პაციენტმა თუ გარდაცვალია მისმა ოჯახმა, უნდა ამტკიცოს, რომ სახეზეა სამედიცინო შეცდომა, რომ არსებობს მიზეზობრივი კავშირი შეცდომასა და იმ შედეგს შორის, რომელიც ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ გამოწვეულია, ამ კონკრეტულ შემთხვევაში იყო გარდაცვალება, მოპასუხეზე გადადის მტკიცების ტვირთი და გამორიცხვა, რომ მას ბრალი არ მიუძღვის აღნიშნულ შედეგში და ბუნებრივია შემდგომ უკვე ზიანის ანაზღაურების საკითხია. დღესდღეობით ერთ-ერთ ყველაზე რთულ საკითხს წარმოადგენს ექსპერტიზის საკითხი, იმიტომ რომ ძალიან რთულია საქართველოს, თუმცა არა მხოლოდ საქართველოს სინამდვილეში, ძალიან რთულია შესაბამისი განათლების, კვალიფიკაციის ექსპერტის ჩართულობით იმ დასკვნის მოპოვება, რომელიც იტყვის, რომ სახეზეა სამედიცინო შეცდომა თუ არა, სახეზეა სამედიცინო სერვისის ნაკლი თუ არა. და ეს ექსპერტები არსებობენ საქართველოში, სად უნდა მოვიწიოთ, სამხარაულში? ექსპერტი არსებობს სადმე შეჯგუფებული კი არა, როგორც ვთქვათ თქვენ. ანუ ექსპერტი არის შესაბამისი განათლების და გამოცდილების მქონე სპეციალისტი. ასაგებია, მაგრამ აი დავუშვათ, სად უნდა მივაგნო მე ამ ადამიანს. ხო, თქვენ ერთი არის თეორია, მეორე არის პრაქტიკა. აი თქვენ ახლა ახსენეთ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიურო, ხო, CSIP-ია, საჯარო სამართლის იურიდიული პირი. სამწუხაროდ იქ რა პრობლემატიკას ვაწყდებით, რომ უკვეთავს პაციენტი ან კლინიკა რა მუშაობა, კლინიკა სამედიცინო დასკვნას, ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტები და მენეჯმენტი აცხადებს, რომ მე არ ამყავს სამედიცინო ექსპერტი. ნუ არ აყავს ალტერნატივა რა არის, ის თხოვნით მიმართავს შესაბამის სამინისტროს, ანუ ჯანმრთელობის სამინისტროს და ეუბნება, რომ გამომიყავი, ვინაიდან დანიშნული ამ კატეგორიის
ექსპერტები და კითხვის და როდესაც გამომიყავი შესაბამისი კვალიფიკაციის ექსპერტი. შესაძლებელია ერთ საქმის ერთი ექსპერტი სჭირდებოდა, შესაძლებელია კომპლექსური იყოს და რამოდენიმე. ძალიან ბევრ შემთხვევაში სამინისტრო თავისი ბაზიდან გამოყოფს შესაბამისი გამოცდილების და განათლების მქონე და სპეციალიზირებულ პირებს, რომლებსაც მოიწევს სამხარაული ექსპერტიზის ჩასატარებლად. მაგრამ არ არსებობს დღემდე სამწუხაროდ არ არსებობს რაიმე დამავალდებულებელი ნორმა, რომელიც აიძულებდა ამ პირს ჩართულიყო და ჩაეტარებინა ექსპერტიზა. შესაბამისად, როდესაც სამხარაულს გადმოეცა სია, სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს გადმოეცა სია სამინისტროსგან ამ ექსპერტების, იგი უკავშირდება სთხოვს ჩართულობას, თუმცა მისი უარი გადატვირთულობის, უბრალოდ სურვილი არ აქვს ჩაერთოს, ინტერესთა კონფლიქტი აქვს, ან არ აქვს სურვილი ჩაერთოს და ასე შემდგომ ნებისმიერი ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზი უართან დაკავშირებით მიღებადია. ამას მიიღებს სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო და გვეუბნება, რომ მე არ ამყავს ექსპერტები და გთხოვ წარმომიდგინე. ახლა მივდივართ შემდგომ მე როგორც ფიზიკური პირის წარმომადგენელი პაციენტი სად უნდა ვიშოვო ეს ექსპერტი, ხო? სადღაც ეს ესეთ რაღაცას ამბობთ, რომ ყველანაირი სურვილი იკარგება ბრძოლის. ამ კონკრეტულ შემთხვევაში არის ალტერნატივა, რომელიც არის მაგალითად ბაზარზე ჩვენ შემთხვევაში დამოუკიდებელი ექსპერტიზის ცენტრები, რომელსაც უპირატეს შემთხვევაში პირდაპირ მას ვიმართავთ, იმიტომ რომ ფაქტია, ჩემმა პრაქტიკულმა გამოცდილებამ აჩვენა, რომ რამდენჯერაც დაუკვეთეთ ექსპერტიზის დასკვნას სამხარაულს აბსოლუტურ უმრავლეს შემთხვევაში ეს იყო წარუმატებელი, იმიტომ რომ ამის ერთ-ერთი საფუძვლად არის მითითებული, რომ სამწუხაროდ სამხარაულის ბიუროს არ აქვს შესაძლებლობა და მექანიზმი დაავალდებულოს და მეორე არის ანაზღაურების საკითხი. როგორც მე განმიმარტეს, იმდენად მიზერია ანაზღაურება, თითო ექსპერტის ღირებულება დაახლოებით 250 ლარს შეადგენს, რომელიც ბუნებრივია დაკავშირებულია ტიტანურ შრომასთან, ამ გულისხმობს საქმის გაცნობა ექსპერტიზის დაწერა, მერე წარმომადგენლობა სასამართლოში, თუ სადაო გახდა ჩვენების მიცემა და ასე შემდგომ. ეს არის ნამდვილად მართლა ძალიან მძიმე შრომა და ბუნებრივია ახლა ექსპერტი ამასთან დაკავშირებით უარს აცხადებს, იმიტომ რომ ეს არის მიზერია ანაზღაურება, რაც შეიძლება შესაბამისი გამოცდილების და კვალიფიკაციის ექიმს გადაუხადოთ ანაზღაურება. აქედან გამომდინარე, სამხარაულის ეროვნულ ბიუროს არანაირი მექანიზმი დაავალდებულოს ექსპერტიზის ჩატარებასთან დაკავშირებით არ გააჩნია და გვეუბნება უკან გვიბრუნდება შეუსრულებელი სახით. ამასობაში დროც გადის. ამასობაში დრო არ გადის, დრო 3 წლიანი ხანმდაბლობის ვადა აქვს და ხშირ შემთხვევაში ეს 3 წლიანი ხანმდაბლობა კიდე განსხვავებულად დაითვლება. ამასობაში ეხლა 21 საუკუნეა, მოგეხსენებათ დღეს უკვე საზღვრები ფორმალურად არის, გულისხმობს საქმიანობის საზღვრები ფორმალურად არის დაცული სამწუხაროდ და ჩემი გუნდი ამ ეტაპზე ვახორციელებთ ჩვენს საქმიანობას, თუნდაც კერძო ექსპერტების დახმარებით და კერძო ექსპერტიზის ცენტრის მიერ, ასევე საერთაშორისო ექსპერტების მხარდაჭერით, მათ შორის თურქეთის რესპუბლიკიდან და ევროპის ქვეყნებიდან. შესაბამისად, ეს პრობლემა მეტნაკლებად აღმოფხადია. ამბობი სუნთქე, იმიტომ რომ თავიდან რომ დაიწყეთ მოყოლა, სუნთქვა შემეკრა, ვიფიქრე რომ ვეღარ გვიპოვენია სამართალი. ალბათო მაია, ეს პრობლემა, რომელიც მე თავიდან დავასახელე, ეს იყო აბსოლუტურ უმრავლეს შემთხვევაში წლების განმავლობაში სამედიცინო დავების არარსებობის საფუძველი. და იცით რა მაინტერესებს? ეს ყველაფერი გავიგებ. მაგრამ ნუ წარმომიდგენია, რომ საკმაოდ სოლიდურ თანხებთან არის დაკავშირებული, ხო? იქ ადვოკატისაც უნდა ანაზღაურება, ექსპერტსაც უნდა ანაზღაურება, არ ვიცი კიდე სარჩელი შეტანაზე თუ არის ამე გადასახადი. მოგეთ თანხა გვჭირდება, სულ რომ 10 ლარი იყოს და არ იყოს დიდი თანხა. მოგების შემთხვევაში ერთი რომ რაღაც ჭყალებში გონივრულ თანხას მოვიგებთ, თუმცა რა არის ეს გონივრული თანხა ფატალური შედეგის შემთხვევაში ესეთი ზოგადი ამბავია და ასევე ანაზღაურებს თუ არა ამ ყველა ხარჯს ის მხარე რომელიც არის, ხო? დიახ, დავიწყოთ ახლა ბოლო საკითხიდან, აი გონივრულობასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, აუცილებლად ხაზი უნდა გაუსვათ, რომ ვერანაირი კომპენსაცია დაკარგული სიცოცხლის სათანადო უზრუნველყოფას ვერ ახდენს. ახლა ეს მე არა ვარ პირველი და არც უკანასკნელი ვინც ამას ამბობს და მათ შორის მორალური რისკი და მორალურ ზიანთან დაკავშირებული საკითხები, ხო, აი ეს არის საერთოდ როგორ ფასდება, კომპენსირდება სასამართლოს მიერ და უკვე საკმაოდ ესეთ სოლიდური თანხებითაც ოდნავ მოგვიანებით მაგაზეც გადავალ, თუმცა
ვერცეთ შემთხვევაში დაკისრებული კომპენსაცია რაოდენ მაღალიც არ უნდა იყოს, სათანადოდ იმიყენებულ ტკივილს, იმიყენებულ დაკარგულ, რომელიც ახლავს გარდაცვალებას, ეს სათანადო კომპენსირებას ვერ ახორციელებს. ეს ცალკე საკითხია, მაგრამ რა არის მნიშვნელოვანი და მინდა გამოვყო. მორალური ზიანის ანაზღაურება პაციენტის გარდაცვალების შემთხვევაში ოჯახის სასარგებლოდ 2018 წლამდე საერთოდ არ იყო საქართველოს სასამართლო პრაქტიკაში გათვალისწინებული. და წლების განმავლობაში 2018 წლამდე დამოუკიდებელი რესპუბლიკის მოპოვების შემდგომ 2018 წლამდე თუ პირი გარდაიცვლებოდა გარდაცვლილის ოჯახის წევრს სამედიცინო დაწესებულებაში სერვისისაგან გარდაცვლილის ოჯახის წევრებს არ ჰქონდათ და არ უკმაყოფილდებოდათ სარჩელები მორალურ ზიანთან დაკავშირებით. და ამის გარდამტეხი როლი ამ სქემაში და ამ მოცემულობაში წარმოადგინა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებამ. ეს არის სარიშვილი ბოლქვაძე საქართველოს წინააღმდეგ, რომელიც წააგო საქართველოს, სადაც გარდაცვლილის ოჯახის წევრი მშობლები დაუბრუნდნენ მორალურ ზიანზე. 2005 წელს ბათუმში ერთ-ერთი მშენებარე ობიექტიდან გადმოვარდა ესე იგი პირი, რომელიც მოთავსდა სამედიცინო დაწესებულებაში და რამოდენიმე დღის შემდგომ იგი გარდაიცვალა და სამივე ინსტანციამ უარი უთხრა მშობელს მორალური ზიანის ანაზღაურებაზე და უთხარა საქართველოს კანონმდებლობა, კერძოდ სამოქალაქო კოდექსის 413 მუხლი ახლა თუ იქნება საინტერესო ჩვენი მსმენელისათვის, არ ითვალისწინებს ოჯახის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში მორალური ზიანის ანაზღაურებას. რკინის ქალამნებით ჩაიცვა გარდაცვლილის დედამ, მოიგო სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება და სტრასბურგმა თქვა, რომ საქართველოს სასამართლომ უნდა უზრუნველყოს აღნიშნულ შემთხვევაში და ნებისმიერ, ანუ გარდაცვალ, როგორც აღნიშნულ შემთხვევაში, ანუ ამ კონკრეტულ შემთხვევაში პაციენტის ოჯახის წევრებისათვის, ასევე ყველა სხვა შემთხვევაში პაციენტის ოჯახის წევრებისათვის მორალური ზიანის ანაზღაურება თუ დადგინდა, რომ სამედიცინო ბრალეულობითა და სამედიცინო შეცდომის შედეგად არის პირი ანუ ეს ახლა კანონმდებლობაში შევიდა თუ უბრალოდ ესეთი სასამართლო პრაქტიკით ნახეთ კანონმდებლობაში იყო ჩანაწერი ნორმა როგორც ასეთი არ შეაცვლა, თუმცა ადრე 2018-მდე განიმარტებოდა განსხვავებულად. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდგომ ეს გადაწყვეტილება ანუ პრაქტიკა შეიცვალა და ნორმა განიმარტება ისე როგორც ანუ პრაქტიკას აქვს კანონის ძალა ესე რომ ბრძოლას აქვს აზრი ყოველთვის, როდესაც ახლა მე ვახსენე, როდესაც სტრასბურგის სასამართლოში გარდაცვლილის ოჯახის წევრმა იდევა, ამის შემდგომ ზოგადად შეიცვალა პრაქტიკა და მასაც მოგვიანებით დაეკისა. მანაც მოგვიანებით მიიღო კონკრეტული კომპენსაცია იმ კლინიკისაგან. მაგრამ ქალბატონო მაია, რა არის მნიშვნელოვანი, რითი ფასდება და როგორ განისაზღვრება მორალური ზიანი? მე აღვნიშნე, რომ არც ერთ შემთხვევაში ეს სათანადო კომპენსაცია არ არის. მორალური ზიანი გარდაცვალების შემთხვევაში ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში განისაზღვრება კონკრეტულად იმ სულიერი ტანჯვისა და დანაკარგის პროპორციულად, რომელიც ამ კონკრეტულ შემთხვევაში განიცადა ოჯახის წევრმა. ეხლა ძალიან რთულია და ურთულესია და აბსოლუტურად შეუსაბამოა, რომ დედას შვილის გარდაცვალების შედეგად მიყენებული მორალური ტრამვა შეუმსუბუქო და მithumetes ეს ციფრებში გადმოსახო, თუმცა კანონმდებელმა თქვა, რომ მორალური ზიანი ზოგადად ეს არა მარტო საქართველოში, არამედ განცდილი მორალური ტანჯვის შედეგად განისაზღვრება. ამ კონკრეტულ შემთხვევაში განსხვავებით ანგლო-ამერიკული სამართლისაგან, სადაც ამერიკაში არის უმსხვილესი დავები, რომელიც მორალური ზიანის ასანაზღაურებელ და ეკისრება ოჯახის კლინიკას და იქ ასეთი მექანიზმია, საერთოდ punitive damages ქვია, რომელიც მსგავსი საქართველოში არ აქვს. საქართველოში მორალური ზიანი დაახლოებით, აი ბოლო პრაქტიკა მაჩვენა, რომ 100,000-ია საშუალოდ და ზემოთ. მე და ჩემი ლარი. მორალური ზიანი, ამას ემატება მატერიალური და ასე შემდგომ. თუმცა ყოფილა 200 და უფრო მაღალი ღირებულების, რომელიც ამ კონკრეტულ შემთხვევაში ეკისრება კლინიკას გარდაცვლილის ოჯახის წევრების სასარგებლოდ. მაგრამ მნიშვნელოვანია, ეს არის მხოლოდ მორალური ზიანი, ამას ემატება მატერიალური ზიანი და ამას ემატება თუ გარდაცვლილს ყავდა არასრულწლოვანი შვილები, ან ხანდაზმული მშობლები, რომლებიც მის კმაყოფაზე იყვნენ, ან ოჯახის წევრი, რომელიც მის კმაყოფაზე იყო, ბუნებრივია მისი სარჩოს ღირებულება. ესეც მატერიალური ზიანი. ჩემთვის ძალიან აბსტრაქტულია, თუმცა გამწარებული ადამიანისთვის ნებისმიერი რამ შეიძლება იყოს ასე
ჭყალებში დამამშვიდებელი. მაგ დროს ალბათ უფრო სამართლის პოვნა და ჩემ შემთხვევაში იყო რომ მინდოდა რომ აი ამ კლინიკას საერთოდ შეწყვეტო და ოპერირება და ის კონკრეტული ექიმი აღარ ყოფილიყო, ექიმი მე ეს მინდოდა. ეს ცალკე საკითხია, რომელიც ცდება სამოქალაქო სამართალწარმოებას და ეს არის უკვე ადმინისტრაციული სამართალწარმოების სფერო, რომელიც ამ კონკრეტულ შემთხვევაში სამოქალაქო დავის ფარგლებში არ განიხილება. ასეთ შემთხვევაში პაციენტის ოჯახის წევრს შეაქვს განცხადება საჩივარი შესაბამის სამინისტროში, ამ კონკრეტულ შემთხვევაში ეს არის სამედიცინო ჯანდაცვის სამინისტროს CIPI, ეგ სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტო, რომელიც შესაბამისი რეცენზიებისა და შესაბამისი უფლებამოსილ პირთა ჩართულობით ადგენს და ამოწმებს მიწოდებული სამედიცინო მომსახურებების ხარისხს. აი ამ ადმინისტრაციულ წარმოებაში შესაძლებელია დადგეს თუნდაც შეჩერება, თუნდაც ჩამორთმევა ყველაზე მძიმე, ან სხვა სანქცია. მათ შორის ფულადი სანქცია, რომელიც სამედიცინო დაწესებულების სასარგებლოდ. თუმცა ამის პარალელურად, თუ გვაქვს მაგალითად გარდაცვალება, თუ გვაქვს ჯანმრთელობის შეუქცევადი მძიმე დაზიანება, მე საუბრობდი ცოტა ხნის წინ ეს იყო სამოქალაქო სამართალწარმოება და კიდევ არის დამოუკიდებელ სისხლის სამართალწარმოება, რომელიც ყველაზე მძიმეა, როგორც ერთი მხარისთვის, ასევე მეორე მხარისათვის. უდედა ძალიან ბევრ რამეზე მესაუბრეთ, ეხლა ცოტა დაფიქრება მჭირდება ამ პასუხზე, მაგრამ ხო, მნიშვნელოვანი არის ალბათ სამოქალაქო ენაზე რომ მივმართო მაყურებელს, რომ ყოველთვის გქონდეთ ადვოკატის იმედი და მას სწორად ჩამოუყალიბოთ თქვენი გულის ტკივილი. დღეს უკვე ბევრი რამე პრაქტიკაში დაინერგა და ეს ნიშნავს იმას, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და მართლაც როდის მოვესწრებით, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს სამართლიანობა იყოს წამყვანი ჩვენს ქვეყანაში, იმიტომ რომ მართლაც ყველაზე მნიშვნელოვანია ეს და ნინო აუცილებლად მინდა ვიცი რომ ეს თქვენი ვიწრო ასე ვთქვათ სფერო არ არის, მაგრამ არაფრით არ შემიძლია არ გამოვეხმაურო აი სულ ცოტა ხნის წინ აგორებულ სკანდალს, რომლის ფაქტებიც ალბათ დაზუსტდება, მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, ეს ეხება მიუსაფარ ცხოველებს. როდესაც აი არც მინდა დავიჯერო რომ ადამიანებს ეს შეგვიძლია გავაკეთოთ გავრცელებული ხმების მიხედვით, უამრავი მიუსაფარი ძაღლი ცოცხლად დაწვეს თბილისთან ახლოს. მე არ ვიცი რამეს არეგულირებს თუ არა კანონი ამ მიმართულებით. პრობლემა არის უდაოდ ძალიან დიდი და ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ ამ პრობლემაზე, მაგრამ მეორე მხარეც არის გარდა იმისა, რომ დავუშვათ ეს ვანდალური აქტი თუ დადგინდა, მე არ ვიცი, კარგი იქნება შენი კომენტარი იმ მოსალოდნელ სასჯელზე. სისხლის სამართლიანი პასუხისმგებლობაა ცხოველის არასათანადოდ მოპყრობა. ეს უდაოა და ის ფაქტი ნამდვილად შემაძრწუნებელია, ბოდიშვით მგონი კითხვა. ხო, არა. უდაოდ შემაძრწუნებელია, რომ ცოცხალ სუბიექტს მნიშვნელობა არ აქვს, ეს იქნება ძაღლი, ჭიანჭველა თუ ნებისმიერი სულიერი, რომელიც სუნთქავს, ეს თუ 21 საუკუნეში ჩვენი ხელით, ადამიანის ხელით იქნა განადგურებული და ასე ვანდალურად მოკლული. თუმცა მეორე საკითხია ამ მიუსაფარი ცხოველების მართვა, სათანადო ვაქცინაცია და შემდგომ ეს ყველას ტკივილია, იმიტომ რომ მე მინახავს არაერთი პაციენტი კლინიკაში შემოსული, რომელიც დაზარალებულია აი ამ მიუსაფარი ცხოველებისაგან. და ეს აი ზუსტად ამას უკავშირდებოდა ჩემი კითხვა. მიუსაფარი ცხოველების ძალიან დიდი პრობლემა, რა თქმა უნდა, ჩვენ შეგნებაზე გადის და მე რამდენად ვიცი სახელმწიფოს აქვს პროგრამები და ვალდებულება, თუმცა რამდენად ასრულებს ეს მეორე საკითხია და ბევრი ადამიანი, მოკლედ აი განსაკუთრებით პანდემიის პერიოდში იჩინა ამან თავი, აიყვანეს, შეიძინეს ძაღლები, მე ვიხდე რომ აღარ იყო მათთვის საინტერესო, უბრალოდ აი ეს ჯიშიანი ძაღლები გამოყარეს გარეთ. რა ემართებათ ამ ცხოველებს, ხო რა თქმა უნდა მრავლდებიან, მერე კიდევ მრავლდებიან და კიდევ მრავლდებიან. და პრობლემაც მრავლდება მათთან ერთად. პრობლემაც მრავლდება, კი ბატონო.
ასეთ ადამიანებს დაუშვათ შეიძლება რომ ასეთი ადამიანები დაისაჯონ, ან როგორ შეიძლება მათი იდენტიფიცირება მოხდეს, იმიტომ რომ ამ პრობლემაზე თუ არ დაიწყო მუშაობა, მართლა ძალიან რთულად არის მდგომარეობა. ეს ცხოველები, იმიტომ არიან გაბრაზებულები, იმიტომ არიან აგრესიულები, რომ ისევ ჩვენი ბრალია, ხო, თორე ასეთებად არიბადებიან. და ხშირ შემთხვევაში ეს არ გვესმის და მათ რაღაცნაირ ტვირთად ვუყურებთ და აი კანონის მიხედვით არსება, აი დაუშვათ მე გავიგე რომ ჩემმა მეზობელმა ეს გააკეთა და ძალიან ცუდია ეს დამსმენობა, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, ვფიქრობ რომ უკომპრომისოები უნდა ვიყოთ ყველანი. მოგახსენებთ, ცხოველი ზოგადად სამოქალაქო კანონმდებლობით მომეტებულ საფრთხის წყაროს წარმოადგენს. ნებისმიერ შემთხვევაში ეს იქნება მასთან ერთად უშუალო ცხოველი, რომელიც პირობითად ასეირნობის დროს ყავს, ხო? არაერთხელ გვინახავს ქუჩაში საკმაოდ დიდი ზომის ცხოველს ასეირნებს მესაკუთრე პატრონი და ამ კონკრეტულ შემთხვევაში მან დააზიანა ან ნივთი, ან მესამე პირი, ან სხვა პირის ჯანმრთელობა. ასეთ შემთხვევაშიც პასუხისმგებლობა მესაკუთრეს ეკისრება და იმ შემთხვევაშიც ქალბატონო მაია თქვენ რო ბრძანეთ რომ ეგრეთ წოდებული მოიშორა თავიდან და მიატოვა საკუთრების უფლების ობიექტი მიუხედავად მიტოვებისა ის მაინც მესაკუთრის პასუხისმგებლობაა და სამოქალაქო სამართლებრივად მასზე ისევ ის ნორმები ვრცელდება რომელიც გათვალისწინებულია თუნდაც თანასაკუთრებაში უშუალოდ მფლობელობის დროს აი ეგრეთ წოდებული ანუ დატოვა საკუთრება დატოვა სხვაგან მოიცილა თავიდან ყოფით რელექსიკით რო ვთქვათ, მაგრამ ის მაინც პასუხისმგებელია მასზე და მისგან მიმყენებულ ზიანს. აქ მეორე საკითხია. ეხლა როგორ ვამტკიცოთ, რომ ეს ძაღლი, რომელმაც მე დაზიანება მომაყენა, ან ნებისმიერ პირს ქუჩაში ან სადმე დააზიანა, როგორც ნივთი, ასევე ჯანმრთელობა მესამე პირის ვის ეკუთვნის. ამის აღრიცხვიანობა და მონიტორინგი სახელმწიფოს ფუნქციაა. ისევე როგორც თუ გვყავს ცხოველი, რომელიც ქუჩაში ცხოვრობს და მასზე კონკრეტულად საკუთრების უფლება რეგისტრირებული არც არასოდეს არ ყოფილა და ეგრეთ წოდებული მიუსაფარი ცხოველია, მასზეც პასუხისმგებლობა ბუნებრივია სახელმწიფოს მოდავად. მათ შორის მატერიალური პასუხისმგებლობა. აი უბრალოდ დაინტერესებს ნახეთ, გავიგეთ რომ სახელმწიფოს პრეროგატივა სახელმწიფო უნდა იზრუნოს. მეც მაგ აზრზე ვარ, რომ ჩვენთან ერთად რა თქმა უნდა, მაგრამ აი დაუშვათ და მე რაღაც ეჭვი მაქვს, ხო, დასაბუთებულად ვერაფერს ვამბობ, რომ აი ეს ცხოველი არის, აი ესე გაგდებული სახლიდან და ვის უნდა მივმართო? და თუ არ იქნა რეაგირება, რას ვაკეთებ? ნახეთ, ამისათვის არის რამოდენიმე მექანიზმი. თქვენ პირველი შეგიძლიათ მიმართოთ, ანუ თქვენ მუნიციპალიტეტს, რომელსაც აქვს ეს ცხოველების მექანიზმი. ანუ დაუშვათ, ეხლა ვერაზე ვარ და თაწმიდის გამგეობა არის. ან თბილისის მერიას, რომელიც ახორციელებს ამას. ამასთანავე თუ სახეზეა უკვე მიყენებული ზიანი, რომელმაც დააზიანა ჯანმრთელობა ან ნივთი. ასეთ შემთხვევაში ზოგადი წესით. სანამ მაქამდე მივალთ. მუნიციპალიტეტის, იმიტომ რომ მუნიციპალიტეტს ყველა ერთეულს საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში აქვს აღნიშნული ვალდებულება, რომ უზრუნველყოს ამის ზედამხედველობა. და ის ვალდებულება თუ აქვს, რომ მე მომაწოდოს ინფორმაცია, მე ეს ძაღლიან კატა რა მდგომარეობაში, იმიტომ რომ მე უკვე ნდობა მაქვს დაკარგული აი ამ გავრცელებული ჭორის თუ ფაქტის მერე, რომ ამ ძაღლს ისევე არ მოეპყრობია, როგორც მოეპყრეს სხვა ძაღლებს და თუ სახეზე აქვს ამ პირისაგან მიყენებული ზიანი, მაგალითად, დააზიანა ჯანმრთელობა ან სიცოცხლე, ასეთ შემთხვევაში ერთვება სურსათისმგებლობის სამსახური, რომელიც აწარმოებს მონიტორინგს. ეხლა რატომ არის მნიშვნელოვანი? გუშინ შემხვდა ზუსტად ერთი პოსტი სოციალურ ქსელში, სადაც პირი ეძებდა ძაღლს და რომელიც იყო ქუჩის ძაღლი და ამბობდა, რომ აი ამან ჩემ შვილს მიაყენა ზიანი და გთხოვთ მაცნობეთ. რა მდგომარეობაშია, ვინმესთან ხომ არ არის შეკედლებული. რატომ არის მნიშვნელოვანი ეს საკითხი? იმიტომ რომ თუ სახეზე გვაქვს დაზიანება და ეს დაზიანება ბუნებრივია, დაზიანების შემდგომ არ განხორციელდა ზედამხედველობა მონიტორინგი, რომელშიც უკვე მუნიციპალიტეტი არა სურსეთის
სრულდებულობის სამსახური ერთობა და ის მოიკლებს ამ სუბიექტად წრეს და ასევე ჯანდაცვის სამსახურთან კოორდინაციაში და შესაბამისად თუ უნდა იქნეს მონიტორინგი განხორციელებული ეს ძაღლი კონკრეტულ ვადაში 15 დღეა თუ კარგად მახსოვს არის ჯანმრთელი თუ გარდაცვლილი თუ გარდაცვალება განხორციელდა მე იგზავნება ნიმუში ამას ვკითხულობდი ზიანის დადგომამდე უბრალოდ შევამჩნიე ძაღლი რომელიც აი ეს არის ქუჩაში მონიტორინგის სამსახურს უნდა სურსათის უნებლობა რა შუაშია სურსათის უნებლობის სამსახურში ახლა გაერთიანდა ეგრეთ წოდებული ვეტერინარული სამსახური რომელიც დღეს რეორგანიზაციის შემდგომ შედის სურსათის უნებლობაში როგორც ჩემთვის არის ცნობილი ამ კონკრეტულ შემთხვევაში ისინი აი ამ ცოფის რეგულირებას და მასთან დაკავშირებულ საფრთხეებს ისინი უზრუნველყოფენ გასაგებია ასევე ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი სწორედ ეხა ხანს დავემშვიდობეთ ლამაზ მარტის თვეს რომელიც ასე ვთქვათ ქალთა გაძლიერების თვეთ არის ცნობილი და ქალების უფლებები დღეს ქალები ძალიან ბევრს ვიბრძვით ჩვენი უფლებებისთვის ბევრგან მივაღწიეთ ძალიან კარგ შედეგებს მაგრამ დღემდე არიან ჩვენს გვერდითვე ცხოვრობენ ქალები რომლებიც არიან ელემენტარულ უფლებებს მოკლებულები რომლებიც არიან საგნები ჩვეულებრივი რომელსაც ადამიანებად არ აღიარებენ და ნუ ადრე ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია მუშაობდა მათ პრობლემებზე დღეს როდესაც არასამთავრობო ორგანიზაციების ბედი ძალიან გაურკვეველია და ბევრი დაფინანსება აღარ არის მათ შორის როგორც მოვისმინე ამას წინათ ადვოკატებიც რომლებიც გრანტებზე მუშაობდნენ უკვე აღარ მოგვემსახურებიან ასე ვთქვათ დღეს რა სიტუაციას ელით ამ მხრივ და ხომ არ გაუარესდება მდგომარეობა აი მე ამისი სერიოზული შიში მაქვს საფრთხე ნამდვილად შეიძლება რეალური იყოს თუმცა აი არასამთავრობო ორგანიზაციათა საქმიანობის შეფერხების კვალდაკვალ ძალიან ბევრი აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ძალიან ბევრი პრობონო აქციები იმართება რომელიც გულისხმობს აბსოლუტურად უფასოდ თუნდაც სხვადასხვა ქალების დახმარებას და კონსულტირებას ეს არ ეხება მხოლოდ სხვა ქალბატონს, ნებისმიერ შემთხვევაში ქალბატონი იქნება თუ ბატონი, რომელიც თვლის რომ მისი უფლება დაირღვა, დღესდღეობით არის ძალიან რამოდან პერიოდულად იმართება ხოლმე და ჩემი დაკვირვებით ამათი აქციების რაოდენობა იმაზე მეტია, ვიდრე ადრე იყო, რომელიც და ეს აქციები გულისხმობს პრობონოდ კონსულტირებას და შემდგომ იურიდიული მომსახურების გაწევას. სულ რამოდენიმე დღის წინ, დაახლოებით 1 კვირის წინ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში ჩატარდა ესეთი პრობონო ფორუმი, რომელიც გულისხმობდა ნებისმიერი პირის უფასო კონსულტირებას და შემდგომ სრული შემთხვევაში წარმომადგენლობასაც მხარეთა შეთანხმებით იყო ეს უკვე ნებისმიერ სამართლებრივ დავებზე. ხოლო რაც შეეხება იმას, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები საქმიანობა დღეს საფრთხის წინაშე დგას, ეს სამწუხარო რეალობაა და ამას მოყვავით, რომ მათ შორის საია, რომელიც წლების განმავლობაში ძალიან მაღალი ხარისხით, ძალიან მაღალი აკადემიური სტანდარტიდან გამომდინარე, ათობით ადამიანის იმედი იყო და იცავდა ნებისმიერ პირს, რომელსაც იმ კონკრეტულ შემთხვევაში დაცვა ესაჭიროებოდა, სამწუხაროდ ის ამას იმავე რაოდენობით ვერ განახორციელებს, თუმცა მე ჩემი კოლეგების სამჯერა ნამდვილად, იმიტომ რომ აი ამ ვითარებაში გამოჩნდა არაერთი პირი, რომელიც პრობონოდ იცავს დაზარალებულებს და დახმარების. მეც მქონდა ერთი დავა ადმინისტრაციული, არ ვიტყვი მიზეზს გასაგებია და აბსოლუტურად ყველანაირი ანაზღაურების გარეშე ძალიან მაგარმა ქალმა ადვოკატმა ციალას გვარი რატიანი თუ არ ვწდები ციალა დამიცვა კბილებით, რასაც ქვია. საღვნიშნე და ეს აუცილებლად აღსანიშნავია, იმიტომ რომ ჩვენ ყოველდღიურად ვხედავთ თბილისის საქალაქო სასამართლოში იხილება დავები, რომელიც ეხება თუნდაც ტროტუარზე დგომას, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, ათობით ასეთი საქმე. ასობით და ათასობით რატომ არა? დღის განმავლობაში დღის ჭრილში აღნიშნე ადმინისტრაციული როგორც დარღვევები, ასევე ნებისმიერი სისხლის სამართლის და აქ ჩემი კოლეგები პრობონოდ ძალიან ბევრ საქმეს პრობონოდ
სრულად უსასყიდლოდ იცავენ ძალიან და მნიშვნელოვანია ძალიან მაღალი ხარისხი და ძალიან მაღალი კვალიფიკაციით. მე მინდა აი მადლობა გადაგიხადოთ თქვენ და თქვენი სახით ყველა იმ ადვოკატს, ვინც აი ამ ინვესტირებას აკეთებს საზოგადოებაში, იმიტომ რომ მაინც არის რაღაცა გარკვეულწილად უნდობლობა სამართლებრივ სტრუქტურებთან მოსახლეობის და თქვენ უნდა იყოთ ხიდი და ერთად უნდა ვიბრძოლოთ მართლაც უკეთესი ქვეყნისთვის და ამისი ძალიან დიდი იმედი მაქვს. მე საადვოკატო საქმიანობას ვახორციელებ 16 წელიწადია და ყოველთვის ვამბობ, რომ აი ძალიან მნიშვნელოვანია ექიმის პროფესია, ხომ? სიკვდილს როცა გამოსტაცებ პაციენტს, ხა ჩემი ოჯახის წევრები ექიმები იყვნენ და მე ვიცი ეს რა არის, როგორი თავდაუზოგავი შრომაა. ჩვეულებრივი ჯარისკაცები არიან. ჩვეულებრივი ჯარისკაცები არიან და ისინი ცხოვრობენ პაციენტის ცხოვრებით. მაგრამ მე ვამბობ, რომ არანაკლებ მნიშვნელოვანია ადვოკატის პროფესია, იმიტომ რომ შესაძლებელია ჩვენ სიკვდილს უშუალოდ არ ვებრძვით იმ წუთას, მაგრამ თითეული აღდგენილი უფლება, თითეული დაცული მხარე, რომლის ინტერესები მე დამიცავს და გამარჯვებით გამოსვლა, ეს ყოფილა მისთვის მეორე სიცოცხლის შანსი აბსოლუტურ უმრავლეს შემთხვევაში. და ვამბობ, რომ ეს აღდგენილი უფლება, რომელსაც ხშირ შემთხვევაში ჩვენი თავდაუზოგავი ბრძოლის შედეგად მივაღწევთ ხოლმე სასამართლოში, ეს არის ძალიან მთავარი მამოტივირებელი ჩვენი პროფესიული საქმიანობის განხორციელების ეტაპზე. და ძალიან დიდი მადლობა საზოგადოებასაც და თითოეულ იმ პირს, რომელიც მე პირადად მანდობს ამ უფლების დაცვას, იმიტომ რომ ეს ვალდებულებასთან ერთად ძალიან დიდი პატევია. ქალბატონო მაია აუცილებლად უნდა დაუბრუნდა იმ შეკითხვას ქალების მიმართებით, რომელიც დაისვა, მარტი ახლა დასრულდა და ჩვენ აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩემი პირადი და ჩემი გუნდის და ჩემი მეგობრების განსაკუთრებული მხარდაჭერა ქალბატონების მიმართ, მithumetes ეს ქალბატონები თუ არიან მithumetes ბიზნეს საქმიანობაში ან სამეწარმეო საქმიანობაში ჩართულები, ჩვენ და ჩემი გუნდი, ეს გულისხმობს საქართველოს ადვოკატები და მოუკიდებელი პროფესიისათვის და ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციებთან ერთად, მათ შორის საქართველოს ქალ აუდიტორთა და იურისტთა ასოციაციასთან ერთად წლების განმავლობაში და ყოველი წლის მარტის თვეში პრობონო, ასევე უფასო მეწარმეთა კონგრესს ვაკეთებდით, სადაც ისინი საგადასახადო ფინანსურ და სამართლებრივ საკითხებზე დეტალური ინფორმაციას სალექციო კურსის სახით ღებულობდნენ და ამასთანავე უშუალოდ შემდგომ იურიდიულ პრივატულ ფორმატში ხორციელდებოდა მათი კონსულტირება, ესეც აბსოლუტურად უფასოდ ნებისმიერ სამართლებრივ თუ ფინანსურ თუ საგადასახადო საკითხებზე, რომელიც მათ ჰქონდათ. 21 საუკუნეში ქალს არ უნდა სჭირდებოდეს დამტკიცება, რომ ძლიერია. მე ვამბობ და არა მარტო ვამბობ, ამას ვამტკიცებ წელი ცხოვრება, რომ ქალი იბადება უკვე ძლიერი და მას დამტკიცება არ სჭირდება. უბრალოდ საზოგადოების როლიდან გამომდინარე, მას თითქოს მისი ფუნქციები და მისი როლი შესუსტებულია, თუმცა ეს მხოლოდ სიტყვიერად გამოიხატება ეს სისუსტე და ქალის როლი და ქალის მხარდაჭერა ჩვენ საზოგადოებაში მე რომ არ აღვნიშნო, თუნდაც ბოლო 30 წლის განმავლობაში ერთი მაგალითიც რომ მოვიყვანოთ, ისიც არის საკმარისი. აგერ გუშინ ნასაზე ქალი გაფრინდა. დიახ, ესეც არა, მაგრამ რომ არა ქართველი ქალები 90-იანებიდან 2000-იან წლებში რაც ჩვენ ნახეთ ფიზიკურად ჩვენი ერის არსებობაც კი დღემდე აბსოლუტურ უმრავლეს შემთხვევაში ესეა, ჩვენი ერის არსებობაც კი ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ ყველაფერს თავი დავანებოთ, საქართველო ქალით არის ანტიკური ხანიდან ცნობილი ქართლის დედამდე მედეა იყო კოლხი და დიახ, კი ბატონო და რაც შეეხება ქალების გაძლიერებას, რა თქმა უნდა, სამოქალაქო კანონმდებლობით გათვალისწინებულია მთელი რიგი მექანიზმები, ეს იქნება თუნდაც თანაცხოვრებაში შეძენილი ქონების გაყოფა, ეს იქნება თუნდაც რეგისტრირებული ქორწინებიდან გამომდინარე მოთხოვნები, ეს იქნება თუნდაც შვილების რჩენის ვალდებულებები და რომელიც ეს სახლი ბიჭის არის და გოგოს რა თქმა უნდა 21 საუკუნეზე ვსაუბრობთ, ბუნებრივია ეს ახლა საბედნიეროდ უნდა ითქვას, რომ ბოლო წლების განმავლობაში ჩემთან როგორც იურისტთან კითხვაც არ დასმულა ამასთან დაკავშირებით. ანუ ეს მოცემულობა, რომელიც ჩემი აზრით საქართველოში ყველამ გაითავისუფლა, რომ ბიჭის აპრიორი ის რომ არის მსჯელობის ალბათ ჩვენამდე რომ მოდიან, ამას არ სვამენ შეკითხვას. მე ეს აღვნიშნო, რომ ჩემთან როგორც იურისტთან ეს შეკითხვა არ დასმულა, თუმცა ალბათ მოსაზრება
მოსაზრების დონეზე რჩება აღნიშნული. თუნდაც ქონებრივი უფლებები, თუნდაც ერთი რაც ძალიან ჩემი პირადი გულის ტკივილია და ამას აღნიშნავ, სად ვხედავ კლასიკურ დისკრიმინაციას. მაგალითად, მოგეხსენებათ შრომის კოდექსში გათვალისწინებულია დეკრეტული ანაზღაურების გაცემა. და როგორ აქვს საქართველოს შრომის კოდექსი, რომელიც არეგულირებს ორი კანონი გვაქვს პრინციპი საჯარო სამსახურის შესახებ კანონი და საჯაროს და შრომის კოდექსი. საჯარო სამსახურში დასაქმებულ პირს ბიუჯეტის ხარჯზე სრულად აუნაზღაურდება დეკრეტული შვებულება. ჩვენ კერძო სექტორის შემთხვევაში კერძო სექტორი და კომპანია ეს ანაზღაურება და გადაუხდეს თუ არა ანაზღაურებას ეს მისი კეთილინება არიან ცხადია პასუხისმგებლიანი კომპანიები რომლებიც ნაწილობრივ ან სრულად ანაზღაურდება მაგრამ მნიშვნელოვანია ის რომ სახელმწიფო გამოუყოფს ერთჯერად დახმარებას რომელიც არის მიზერი და როგორც წესი ეს არის ახალდაბადებული ბავშვის პირველადი საჭიროებებსაც ვერ ფარავს ხოლმე და ეს ერთჯერადი ანაზღაურება ვით უნდა დასრულდეს ამოიწურება სამწუხაროდ ამ კონკრეტულ შემთხვევაში დეკრეტული ანაზღაურების გაცემა. ჩემი აზრით ეს არის ძალიან უსამართლო, თუმცა ამ კონკრეტულ შემთხვევაში ბიზნეს ამ ტვირთს აი ასე ერთიანად კანონმდებლობა ვერ დააკისრებს, კარგი იქნება და ნამდვილად ვისურვებდი, რომ თუნდაც ბიზნესის ან სახელმწიფოს კონკრეტულ ან თუნდაც მე მაგალითად მქონდა ესეთი გამის მოსაზრება, რომ თუ აქვს დაგროვებით პენსიაში ხო სქემაში ხო ვარ ჩართული და დეკრეტულ შვებულებაზე ჩვენ მე პირადად კანონიდან გამომდინარე მევალება და მაქვს. როდესაც დეკრეტულ შვებულების დღის წინაშე დავდექი და მე უნდა მერჩინა ახალდაბადებული ტყუპები, რომლებიც იმ კონკრეტულ შემთხვევაში და თან უნდა მემუშავა, იმიტომ რომ დეკრეტული შვებულება მოგეხსენებათ, ეს ახსენე მიზერული ოდენობა, ძალიან კარგი იქნებოდა თუ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ექნებოდა იმას ოჯახის წევრს, როგორც ან დედას ან მამას, გამოეყენებინა თუნდაც ის საპენსიო დანაზოგი. აი კაცების დეკრეტულ შვებულებასთან დაკავშირებით აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ წლების წინ, დაახლოებით 10 წლის წინ, ერთ-ერთმა ადმინისტრაციულმა ორგანომ გამგეობა იყო, ზუსტად არ მახსოვს რომელი გამგეობა, რომ თბილისის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი გამგეობა იყო, რომელმაც უარი უთხრა მამას დეკრეტულ შვებულებაზე და ამ ადამიანმა იდავა და მოიპოვა სასამართლო წესით. და ადმინისტრაციულმა ორგანომ წააგო დეკრეტული შვებულებასთან დაკავშირებული დავა მორალური კომპენსაცია მორალური არ ხდება და ეს ნამდვილად მისასალმებელია. შემდგომ ჩვენ ევროკავშირის პროექტი იყო, ერთ-ერთი პროექტი იყო, რომლის ფარგლებშიც რამოდენიმე პროფესორი და უზენაესი სასამართლოს მაშინდელი მოსამართლეები პროექტის ხელმძღვანელი იყო ქალბატონი ეკატერინე ქარდავა. მე ამასთან ერთად გამოიცა სახელმძღვანელო შრომის სამართლის კრებული და ეს ძალიან კარგი პრეცედენტი იყო, იმიტომ რომ ორი ტომი გამოიცა, იმიტომ რომ ეხებოდა ევროპის მართლმსაჯულების სასამართლოს გადაწყვეტილებების თარგმანი განხორციელდა და ჩემი პირადი ნაწილი, რომელთაც მე მომიწია მუშაობა, ეს იყო სწორედ მამის დეკრეტული შვებულება და ძალიან მალე შემდგომ შრომის კოდექსშიც და პრაქტიკაშიც უკვე აისახა ის რაც მოცემულობა გვაქვს. აუცილებელია და მე ნამდვილად შორსა ვარ იმ მოსაზრებისგან, რომ მამა უნდა იდგეს ამ პროცესების გარეთ. არა, მამა დედასთან ერთად უნდა იყოს როგორც და მან უნდა გაითავისოს როგორც მატერიალური, ასევე მორალური და ფიზიკური ტვირთიც აი ამ საკმაოდ მძიმე და საკმაოდ საპასუხისმგებლო საქმეში. მოკლედ დღეს ყველას გვაქვს პატარა კრედიტი მაინც და როდესაც კრედიტს ვიღებთ, სიცოცხლის დაზღვევა დგება, საჭიროება არის სიცოცხლის დაზღვევის, ეჩევს მეგობარს ჰქონდა ეს შემთხვევა, მეუღლე გარდაიცვალა და მოკლედ ძალიან დიდი ომი დაჭირდა იმისთვის, რომ ეს საქმე მისთვის ასაკეთოთ დასრულებულიყო და რამდენადაც ვიცი, ბევრი დავა არის ამ მიმართულებით. ათობით დავა არის დღეს სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოში, რომელიც ეხება საკრედიტო ვალდებულებებზე მიბმულ სიცოცხლის დაზღვევას. ანუ, როდესაც თქვენ სწორად აღნიშნეთ, ყველას გვაქვს მცირე თუ დიდი კრედიტი, ეს ყოველდღიური ცხოვრება და ამაში ცუდი პრინციპში არაფერი არ არის, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ საბანკო დაწესებულება სიცოცხლის სესხის გაცემისას გვაძლევს ვალდებულებას, გვაკისრებს ვალდებულებას, რომ ავარჩიოთ და სავალდებულოდ დავეზღვეთ სიცოცხლის დაზღვევასთან დაკავშირებით. მაგრამ რა არის მნიშვნელოვანი, ქალბატონო მაია, ამ კონკრეტულ შემთხვევაში? ჩვენ ზუსტად გავერკვეთ რა პროდუქტზე ვაწერთ ხელს
და რა პროდუქტით სარგებლობთ მოგვიანებით, რადგან შემდგომ იმ გაურკვევლობის წინაშე არ აღმოჩნდეთ, რომელშიც მაგალითად ის ათობით პირი, რომელსაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში რომელთა ინტერესებსაც მე ვიცავ სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოში. სიცოცხლის დაზღვევა ეს არის ძალიან წლების განმავლობაში და საუკუნეების განმავლობაში გამომწმედილი პროდუქტი, რომელიც გულისხმობს პირის გარდაცვალების შემთხვევაში თანხის გადახდა სადაზღვევო კომპანიის მიერ. საქართველოს სინამდვილეში ეს პოპულარულია უმრავლეს შემთხვევაში გამოიყენება საბანკო დაწესებულების მიერ, როდესაც საბანკო კრედიტი უნდა დაიფაროს ამ სიცოცხლის დაზღვევის მიერ გაცემული სესხით. მაგრამ ეხლა ამ ბოლო დროს წამოვიდა დავათა აბსოლუტური უმრავლესობა, როდესაც მხარეს თუნდაც გარდაცვლის ხელშეკრულების დადებისას ეგონა რომ იყო დაზღვეული სიცოცხლე და მათ შორის სადაზღვეო იმაში სესხის დაფარვის გრაფიკშიც ის იხდიდა სიცოცხლის დაზღვევის საკომისიოს, თუმცა გარდაცვალების შემდგომ საბანკო დაწესებულება და სადაზღვეო კომპანია, რომელიც აბსოლუტურ უმრავლეს შემთხვევაში ერთმანეთთან ძალიან დაკავშირებული პირები არიან, პირდაპირ თუ ირიბად დაკავშირებული პირები არიან, ისინი ამბობენ, რომ სახეზე იყო არა სიცოცხლის დაზღვევა, არამედ ბანკის საკრედიტო პორტფელის დაზღვევა სესხებლის გარდაცვალების რისკზე. რაც იმას გულისხმობს, რომ ბანკმა დააზღვია არა ამის სიცოცხლე გარდაცვლილი პირის სიცოცხლე, არამედ მისი შემოსავალი, მისი პორტფელი სესხებლის გარდაცვალების რისკზე. ეხლა რატომ ვდგებით, ხო? ეს ხო უნდა მოიფიქრო, რომ ამას ჩახედო, ან მინიმუმ ხო უნდა გაგაფრთხილოს იმ ინფორმირება უნდა განხორციელდეს და ყველაზე ცუდი რა არის, ქალბატონო მაია, რომელსაც მე შევეჯახეთ, მე და ის მხარეები, იყო თუ არა მხარე, პირველი კითხვა ისმევა, იყო თუ არა მხარე ინფორმირებული ამასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა არა. რა თქმა უნდა არა, ნუ მე ყოველ შემთხვევაში ასე ვამტკიცებ. მე ხარ ჩემს კრედიტებზე არასდროს არავის არაფერი არანაირ ჩაწერის დასრულების შემდგომ ჩახედეთ გარდაცვალებას ჯვარის ვეწეროს არ ვაპირებ, მაგრამ უნებრივია არავინ გარდაცვალებას არაპირებს და არავინ სიკვდილს არაპირებს. ჩვენ იმიტომ არ ვდებთ ხელშეკრულებას, რომ სიცოცხლის ღირებულება, ანუ სიცოცხლის დაზღვევის ღირებულებით დაიფაროს შემდგომ კრედიტი, მაგრამ ხო არავინ არაფრისგან დღეს არ არის დასწრებული. მიუხედავად ინფორმირება აუცილებელია. და ნახეთ აბსოლუტურ უმრავლეს შემთხვევაში ინფორმირება როგორ ხდება. საბანკო კრედიტის ხელშეკრულებაში, საბანკო კრედიტის ხელშეკრულება მოგეხსენებათ როგორ ფორმდება, რა შრიფტით, რომელი ფურცლით, რა ხარისხით და რამდენ გვერდიანია. ერთ-ერთ გვერდზე არის ჩაკოპირებული ლინკი და იმ ლინკზე წერია ესეთი რამ, რომ დაზღვეულია საკრედიტო პორტფელი სესხებლის გარდაცვალების რისკზე და პირობები გადაიხილეთ იმ ლინკზე. ოღონდ ის ლინკი საკმაოდ მოცულობითია, საკმაოდ გრძელია, რომ ან სწორად აკრიფავდა, ან ვერ აკრებ და ვერ გადახვალ. და ან გაქვს კომპეტენცია რომ გაიგო. და რომ გადახვალ, ან იპოვი იმდენი პირობაა, რომ ან იპოვი და ან არ იპოვი და თუ სწორად იპოვი, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში წლების განმავლობაში სხვადასხვა პირობებია, რომელიც წლების განმავლობაში იცვლებოდა და ან თუ შესაბამის პაკეტს იპოვი, ის იმ ლინკზე უნდა გადახვიდე და წაიკითხო რა ყველაზე მნიშვნელოვანი მე-6 ან მერვე პუნქტში გათვალისწინებული გამონაკლისი, რომელიც წარმოადგენს სადაზღვეო თანხის ანაზღაურებაზე უარის თქმის მიზეზს. რამდენი იფიქრეს, რომ ეგ ამბავი ჩაეტრიალებინა. აბსოლუტურ უმრავლეს შემთხვევაში თქვენ როგორც საბანკო კრედიტის მომხმარებელი, როგორ ფიქრობთ, რამდენი ადამიანი შეძლებდა ამის პოვნას, ჭაკითხვას? 1000-დან 2 ალბათ. ხო, შესაძლებელია 2-ც ვერა, იმიტომ რომ მეც კი როდესაც არ მომივიდო და საერთოდ. ქალბატონო მაია, მეც კი როდესაც დავიწყე ერთ-ერთ 2020 წელს პირველი დავა ზუსტად ამასთან დაკავშირებით, როდესაც დავიწყე, მე რომ გადავედი ლინკზე 14 წელი ვმუშაობ სადაზღვეო კომპანიაში, ვერ ვიპოვე რომელი პირობა იყო იქიდან, რომელიც მიესადაგებოდა გარდაცვლის სესხს, იმდენი ფაილი იყო და მე ვთხოვე საბანკო ბანკის დაწესებულები და ბანკის იურის და გადმოვაგზავნინე ის პირობა, რომლითაც ეს კონკრეტული შემთხვევა იყო, ეს კონკრეტული პირი იყო დაზღვეული. მეც კი ვერ ვიპოვე. გლობალური საჩივარი არ შეიძლება დაიწეროს მაგ მიმართულებით, რომ ეს რაღაცნაირად
დარეგულირდეს. მართლა შესაძლებელია საბანკო და ეროვნულ ბანკთან დაზღვევის სახელმწიფოზე დამხმარებლობის ორგანოს მიმართოთ, მაგრამ ეს პრობლემა როდის წარმოიშვება? ეს პრობლემა წარმოიშვება, როდესაც სადაზღვევო კომპანია არ აანაზღაურებს გარდაცვალების შემდგომ ზიანს. ანუ მანამდე ყველაფერი კარგადაა, თითქოს მე ვიხდი. პრევენცია ხო შეიძლება გაკეთდეს რა. შესაძლებელია ამისათვის დაზღვევის სახელმწიფოზე დამხმარებლობის სამსახურსაც და ეროვნულ ბანკსაც შესაძლებელია პირმა მიმართოს, მაგრამ ყველაზე დიდი პრობლემა რა იყო 10 წლების განმავლობაში? ბანკი ამბობს, რომ სიცოცხლე კი არ დამიზღვევია, მე დავაზღვიე ჩემი პორტფელი. და გარდაცვალების შემდგომ, როდესაც სადაზღვევო ანაზღაურება. და გარდაცვლილი რატო იხდის ამ შენ პორტფელის დაზღვევას? ეგ კითხვაზე ჯერჯერობით პასუხი ვერ მივიღეთ, მაგრამ ყველაზე მთავარი რა არის? ნახეთ, ვინ არის უფლებამოსილი ედაოს სადაზღვევო კომპანიას თუ იმან სიცოცხლის დაზღვევა არ გადაიხადა? ბანკი ამბობს, რომ მე მაქვს ორი მოთხოვნა. ერთი მოვთხოვო სადაზღვევო კომპანიას და მეორე მოვთხოვო გარდაცვლის მემკვიდრეებს და მე ვირჩევ მემკვიდრის მიმართ დავას. და შედის სარჩელით მემკვიდრეების მიმართ და როდესაც მემკვიდრე იპოვის შესაბამის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის ადვოკატს და შეაქვს სარჩელი სადაზღვევო კომპანიის მიმართ, იცით სადაზღვევო კომპანიის პირველი შესაძლებელი რაში მდგომარეობს? თქვენ არ ახართ უფლებამოსილი სუბიექტი მე და უთმე. მოდით ამ ოპტიმისტურ ბჭყალებში ნოტაზე დავასრულოთ დღევანდელი ეპიზოდი, იმიტომ რომ ამოუწურავია, თუმცა დავასრულებ, რომ ძალიან მაღალ კვალიფიციური განმარტებებით სასამართლოს ძალიან მაღალ კვალიფიციური განმარტებებით ოჯახებმა და გარდაცვლის ოჯახებმა ეს დავები მოიგეს. პირველი, რასაც აუცილებლად ჭირდება ბრძოლა, ეს არის სამართალი. ძალიან მიხარია, რომ ჩვენი ადვოკატები ჩვენს გვერდით არიან და ხშირ შემთხვევაში უფასოდაც დაგვეხმარებიან და დიდი მადლობა კიდევ ბევრჯერ მათ და მოკეთ არასდროს დაგვეზაროს სამართლიანობისთვის ბრძოლა და სამართლისთვის ბრძოლა. სამართალი ურმით დადის, მაგრამ აუცილებლად მიდის ყოველთვის დანიშნულების ადგილას.